ამას წინათ მე უყურებდი ჩვენი დამფუძნებელი ჩვენი მეგობრის ვიქტორ ჯაფარიძის გამოსვლას წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე და რაღაცა დეტალები რომელიც ჩვენს მეგობარს მოყოლილი აქვს და მნიშვნელოვანია მოისაკლისე და მნიშვნელოვნად ჩავთვალე რომ ხალხს ეს ცოდნოდა. ეხლა ჩვენი მეგობარი ბატონი ვიტია ეხლა არ არის საქართველოში რომშია მივესალმები მას. მოგესალმებით. როგორ არის მუდმივი ქალაქი? კარგი ამინდია. რა თქმა უნდა, კაი ამინდია. კარგი. ჩვენ საუბრობთ იმ კომისიაზე, შენს გამოსვლაზე, ჩემოვიწია. ძალიან კარგი გამოსვლა იყო, ბევრ ამას ახადე. ფარდა, თუმცა ჩვენ იმდენად დიდი ხანია მეგობრობთ და იმდენად ბევრი გვაქვს დალაპარაკები შენს მონაწილეობაზე მიშასთან ბრძოლაში, რომელიც ჩემი აზრით ფასდაუდებელია, მაგრამ მაგას სუფრაზე რო დავждებით, მე სათგრძელოს დროს ვიტყვით. ხო და აი ესე უნდა ტაქტიკურად ესე უნდა მიაღწიო кейს მეგობრებო რომ გასწავლით რა ესე არის საჭირო. ხო, ეხლა გადავიდეთ იმაზე რომ ბევრი რამის ნახველი ხარ. მე ვიცი რომ შენ იყავი და ყველა მიცის რომ ბადრი პატარკაციშვილის გუნდში, როდესაც ეს ბრძოლა მიმდინარეობდა შენ ალალად ხარი დაუჭირე მას და შტაბშიც იყავი, ესეა? რა თქმა უნდა, მე ვიყავი ბადრი პატარკაშვილის შტაბის ერთ-ერთი წევრი. ფათაშორის მაშინაც ბატონ ბადრი პატარკაშვილს სანამ არჩევნებში მონაწილეობას დააპირებდა და მიიღებდა უამრავი ხალხი ეხვია გარს, მაგრამ როდესაც რეალური ნაბიჯების გადადგმა გახდა საჭირო, ძალიან შემცირდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ბადრის მხარს უჭერდნენ და 5 კაცი ვიყავით, რომლებმაც საინიციატივო ჯგუფი გავაკეთეთ და ბადრი პატარკაშვილის კანდიდატურა დავასახელეთ. გაყავით ეკრანი თუ შეიძლება. ხო და შესაბამისად ის პერიპეტიები რის გამოც ბადრიმ წააგო, შენთვის არის ძალიან ცნობილი. მაშინ ძალიან დიდი ღალატი მოხდა. ღალატი მოხდა არა მარტო ბადრის გუნდში, არამედ გარეთაც დიდი შეთქმულება იყო. და მე მახსოვს შენ ყვებოდი სწორედ ამ ღალატზე უკვე ბადრის გარემოცვაში. თუ შეიძლება აი ეს დეტალები კარგად რომ გაიხსენო, მნიშვნელოვანია ეს, იმიტომ რომ ვიღაცეები ხვლიკი ადამიანები დღესაც შემულობენ რომ საქართველოსთვის მებრძოლები არიან, პრინციპულები და მაგათაც სათქმელი უნდა ითქვას. კი ბატონო. სამწუხაროდ აი ეგრეთ წოდებულ ჟურნალისტებს ის არ მიაჩნდათ პრობლემა რომ პრეზიდენტობის კანდიდატი ქვეყანაში არ იყო და საარჩევნო კამპანია ნორმალურად მიაჩნდათ მაშინ საელჩოებსაც და თვით ტელევიზიებსაც. ბადრის გულისხმობ შენ. ბადრის რა თქმა უნდა ბატონ ბადრის ხონებულ ბადრი პატარკაშვილს რომელსაც რეალურად დიდი ავტორიტეტი ჰქონდა და რეალურად როდესაც დარწმუნდა სააკაშვილი რომ არჩევნებს აგებდა და ბადრი პატარკაშვილი არჩევნებს მოუგებდა, მაგის შემდეგ მოხდა ეს ალბათ შეთქმულებაც, ღალატიც, რაც ხდება თვითონ დაარქვით, მაგრამ ბადრი პატარკაშვილმა რაც ამ ქმედებას უწოდა, მე ამ წუთში შემიძლია ეს მოგიყვეთ. დიახ. როდესაც ტელეეთერით გავიდა კადრები ვალერი გელბახიანი იყო ბადრი პატარკაშვილის ნდობით აღჭურვილი კაცი, ვალერ გელბახიანი იყო შტაბის უფროსი ბადრი პატარკაშვილის და როდესაც ეს ჩანაწერები გავიდა, მაშინ ჩვენ მოვინდომეთ სასომხეთში ვიყავით გადასული, რამე თუ ყველგან გვისმენდნენ და გადავედით სასომხეთში, რომ ბადრი პატარკაშვილთან ქონოდა კომუნიკაცია და კომუნიკაციის თავისუფალი საშუალება. უკანა გზაზე რომ ბრუნდებოდით, საქართველოსკენ რომ მოვდიოდით, მაშინ მოხდა ეს კადრების გასვლა, კადრების ჩვენება. კოდუას მიერ ფარულად ჩაწერილი კადრებია. ფარულად ჩაწერილი, რა თქმა უნდა, ფარულად ჩაწერილი კადრების. ამის შემდეგ ჩვენ დავრეკეთ ტელეიმედში, ჩვენ ვალერი ესაუბრებოდა, გვინდოდა პირდაპირ ეთერში ჩართვა, რათა ესაუბრა ვალერის რეალურად რამ, იმიტომ რომ დაჭრილი იყო მათი საუბარიც, ვალერის და იმ კოდუას საუბარიც და იმ ქალბატონის კადრების დაჭრილი იყო, დაჩეხილი იყო და რაც მათ უნდათ ის გაუშვეს. მაგრამ სამწუხაროდ ვალერი არ ჩართეს. იმედმა არ ჩართო. იმედმა, რა თქმა უნდა, იმედმა არ ჩართო. ჩვენ ვესაუბრებოდით
ეს დიანა ტრაპაიძეს, დიანას უნდა ჩვენი ჩართვა, მაგრამ არ დაანებეს და ვინ არ დაანება იგივე, ნუ ხა თვითონ გაარკვიონ ერთმანეთში და ძალიან კარგად, იმიტომ რომ ვიკითხეთ, რომ გიორგი არის იქ თარგამაძე, უთხარით გიორგის, რომ ვალერი არის და ჩართვა უნდა პირდაპირ ეთერში. მაგრამ ამაოდ არ მოხდა და არ ჩართეს პირდაპირ ეთერში. ამის შემდეგ ბატონ შალვა ბადრი თვითონ პატარკაშვილი გვესაუბრა და თქვა რომ ნუ ნერვიულობ მაშინ საინფორმაციო ეხა უბრალოდ ტყუილი რო არ გამომივიდეს არ მახსოვს 2 საათი 3 საათი რომელ საათზე გადიოდა და გვიცხა რომ ნუ ნერვიულობ საინფორმაციოში გავა კადრები რაც მაქვს გადაგზავნილი ამ 3 საათიანზე მე გადმოვრეკე თბილისში ოჯახის წევრებს მესაუბრე რაღაც კადრები გავა და აბა რა გავიდა და რა გადის კადრები მითხარით მაგრამ არაფერი საინფორმაციოში ხსენება ამ თემაზე იმ დღეს რა თქმა უნდა არაფერი კადრები არ გავიდა ამის შემდეგ რო დაურეკეთ ბადრი პატარკაშვილს უთხარით რომ ბადრი არაფერი კადრები არ გავიდა და რა ხდება რაზეც გვიპასუხა რომ საღამოს 6 საათიანზე გავიდოდა ეგ კადრები 6 საათიანზეც ამაოდ ველოდეთ და არაფერი 6 საათიანზე არ გავიდა შემდეგ გვიცხა რომ 7-ზე თუ რამე სპეც გამოშვება იქნება და სპეც გამოშვებაში იქნება მაგრამ სამწუხაროდ საღამოს ეთერში მარტო მაგდა ხალბატონი მაგდა ანიკაშვილი იჯდა და მიყავდა გადაცემა მაგრამ ამ თემაზე საუბარი არ იყო და როდესაც ბატონ ბადრის გადაურეკეთ ჩვენ და კითხეთ რა ხდება რატო არ გავიდა ეს კადრები მოკლედ გვიპასუხა ამას ღალატი ქვია სხვა არაფერი ხო მე ხა პირდაპირ ვილაპარაკოთ ვინ არ გაუშვებდა ბაბუაჩემი ხო არ გაუშვებდა თარგამაძე არ გაუშვებდა ხო მე არ მქონდა ეხა მაგის საშუალება და მე არ ვიყავი იმედში და ვინც იყო საინფორმაციო ხელმძღვანელი თარგამაძე ბუნებრივია ხო ახლა სხვა მე მგონი უფლებამოსილი მან და არა რა თქმა უნდა ის დირექტორი ვინც იყო ის არ იყო ამ საკითხებში უფლებამოსილი რომ ჩარეულიყო ვიძინა ბარათაშვილს არ ეხებოდა ოფიციალურად ეს საკითხები და ღირსეულად გაართვა ყველაფერს მაშინ თავს ღირსეული კაცია ვიძინა და ეს ღალატი რა თქმა უნდა მომდინარეობს ზუსტად აი მე ბატონ შალვა სახარებაზე შემიძლია დავიფიცო ბადრი პატარკაშვილის სიტყვები ამას ღალატი ქვია სხვა არაფერი ცხადია ბუნებრივია და რა მიიღო ამ ღალატით ჩვენ ხო ყველამ კარგად ვიცით და ხო ნუ ეხლა რა აქვს ესეც ვიცით არაფერი არ აქვს ხო ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია ჩვენ უნდა ვიცოდეთ ყველაფერი ყველას შესახებ და არის უპატიებელი ცოდვა ორი ერთი არის უმადურობა და მეორე არის ღალატი და რა კარგია რომ ორივე ამ ხვლიკს აქვს ხვლიკ ადამიანს აქვს აი ზუსტად ორი როგორი მე ხა არ ვიცი ზუსტად რის გამო გაკეთდა იქ მაგრამ ნუ ეხა ფაქტი ეგ ფაქტად დარჩა რომ ისე მოხდა რის გამოც გაკეთდა ჩვენ ვიცით რის გამოც გაკეთდა ეს არის მატერიალური თუ სხვა სარგებლის მიღების გამო კაცო მაგ რა თუნდა ბევრი ლაპარაკი ფაქტი იყო რომ ტელეიმედი გაითიშა ეხა რატო გამახსენდა ეს რაღაცები იმ დღეს მე მონაკვეთს შევხედე როდესაც ბატონი რუხაძე გამოდიოდა კომისიაზე და მაშინ რო თქვა ის რომ მე სახურავზე ავედი და სატელიტით ვესაუბრებოდი ბადრის და მკითხა ეს კადრები რატო არ გადის აი მაშინ მომიტივტივდა ეგ კი ბატონო მეორე ამბავი კი ბატონო ეს ძალიან მნიშვნელოვანია მეორე ამბავი შენ გარკვეულწილად გახსოვს იმ დანაშაულებრივი შეიძლება ითქვას გადაწყვეტილების შესახებ როდესაც ბატონი სანაკოევი იყო ესეთი ვინმე შეაქმნევინეს რაღაც რაღაც წარმონაქმნი რომელიც ძალიან დაეხმარა ოკუპანტებს თავისი ოკუპაციის გაправებაში გვახსოვს ეს ძალიან კარგად ერთ-ერთი სანაკოევი აღმოჩნდა რუსეთის აგენტი პირდაპირ აი თეთრი წვერიანი კაცი რო იყოს ხო მე მგონი ბარი სანაკოევი იყო მისი ხო პირდაპირ აი ღიად აქ ხო მონაწილეობდა ქართულ პროექტში კოკოითი ფანდარასტი პროექტი იყო ასეთი ხო კი ბა ეს ადამიანი მერე აღმოჩნდა რუსეთში და თქვა რომ ოფიცერია ჩვეულებრივი კაცო ეგ ხო გვახსოვს კარგად ეგრე იყო შენ რა შეგიძლია მოგვიყვე ამაზე ესეც ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია რომელიც მე თქვი ბატონ შალვა ესეც ძალიან საინტერესო ამბავი მოხდა მაშინ ხა როგორ არის იცით მაშინ იმდენად იყო რომ ამერიკის ელჩმა თქვა ამერიკელმა თქვა რომ იმას უკვე ვეღარ გაიფიქრებდა რომ ეს სწორია თუ არა სწორია რა. როდესაც ეს
მოხდა სანაკოევის ახალი ადმინისტრაციის შექმნა ხდებოდა და ახალი საზღვრების გავლება, ეგ პრობლემატური იყო, იმიტომ რომ მე ძალიან კარგად მახსოვს ვალერი გელბახიანმა და სხვებმაც რო თქვეს რომ იქით კოკოიდის ადმინისტრაცია, აქეთ სანაკოევი, ამათმა რომ ხელი ერთმანეთს ჩამოართვათ, მეც არც ითხოვენო, მე ტერიტორიას არც ითხოვდნენ სამსახურის ადმინისტრაცია. მაგრამ ეხა მან როგორ იყო იცით იმ პარლამენტში ხა რეალურ ოპონირებას ახლები უწევდნენ ეხა მე სიმართლე უნდა ვილაპარაკო დავით გამყრელიძე და მისი გუნდი უყურებდნენ შეურიგებლები ნუ არეკუებოდნენ არაფრის ფასად და ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ დარჩა როდესაც ბატონ დავითთან დაისვა ეს შეკითხვა იმიტომ რომ ისე ვიმეორებ ხა მაშინ გელბახიანი ძალიან აგრესიულად იყო ამ თემების განსხვავებით რა იყო შეკითხვა შეკითხვა იყო რომ რატო აკეთებთ ამას რატო უჭერთ ამას ხარს ისევ შეკითხვა რომ მათ ეს ხელი რო ჩამოართვან ხო გაერთიანდებიან და ამაზე მეც ტერიტორიებს წინც არ ითხოვენ და ეს ამერიკის ელჩმა გვითხრა და ეგ არის სწორი გადაწყვეტილებაო და ეს ვინ ამერიკის ელჩმა გვითხრაო დავთო გამყრელიძე ხო ანუ ამერიკის ელჩმა უთხრა რომ საქართველოს ზოგადად შემდეგ აღმოჩნდა სამგებიანი გადაწყვეტილება და ამიტომ მე მათ საუბარს არ შევწევ, მაგრამ მე რატო ვარ ამაში დარწმუნებული თვით რომ დათო გამყრელიძე ხა სააკაშვილის ნათქვამს არ იზიარებდა არასდროს. რა მნიშვნელობა გერის ეკჭავს თუ გლისფერი ტურა ეხლა მოდი პირდაპირ ვთქვათ. ორ ჩანს თვითონ მაშინ ესე იყო დარწმუნებული. მე ფაქტს ვყვები შალვა ეხლა და ეხლა მოდი დღეს სხვა რეალობა იმ რეალობაში ამერიკის ელჩის ნათქვამს რევიზიას არავინ არ უკეთებდა, ეკო კარგად გვახსოვს არა? ესე იგი ეს პროექტი იყო ამერიკელებთან შეთანხმებული, რა თუნდოდა ამას ლაპარაკი, ლობირებდა ამერიკა და ამ პროექტმა ეს მოგიტანა. ნახეთ ბატონ შალვა, დათო გამყრელიძემ თქვა რომ ამერიკის ელჩთანაა ეს შეთანხმებული. გიორგი თარგამაძე ტელევიზიაში ამბობს რომ აქ არ შემოვარდებიან ამერიკის ელჩთან შეთანხმებულია და ბოლო ვისთან რა ქონდა შეთანხმებული თქვან. ხო, ნუ ეს დაგეგმილი იყო ყველაფერი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ თუ რა ხდებოდა? ეს როგორ არის? მაგონებს ითქვა მაყურებლისთვის დამისვია და გენიალურ ფილმს მაგონებს მონანიება, სადაც აღსარებაზე მიდის ეშმაკთან ადამიანი, ხო? გახსოვთ ეს მონაკვეთი, ძალიან ცნობილი აბელ არავიძე რომ აღსარებაზე ეშმაკთან მიდის. ეს დაახლოებით იგივე მაგონებს, დაახლოებით იგივე ამბავი იყო კოდორშიც. როდესაც კოდორი შეუერთდა სვანეთს. დიახ. ეხლა ეს საინტერესო ამბავია კიდე რატო ბატონო შალვა. დღეს აი გასული საპარლამენტო არჩევნების დროს რეალურად ოპოზიციამ საარჩევნო კამპანია არ აწარმოა, არ გააკეთა. არ მიდიოდნენ მოსახლეობას, არ ესაუბრებოდნენ და მე ეს პარალელი მინდა გავალო კოდორის ხეობასთან. ანუ კოდორის ხეობასაც ზემო აფხაზეთი დაარქვეს. და საარჩევნოდ გულირიფშის რაიონს შეუერთეს, ეს გულირიფშის რაიონში იყო კოდორის ხეობა და წინა საარჩევნოდ გულირიფშის რაიონის ადმინისტრაციულ ერთეულიდან გამოიყვანეს და მესტიის რაიონს შეუერთეს დროებით. ანუ რატომ? მათ საარჩევნო კამპანიას როცა აწარმოებდნენ მაშინდელი ნაცები და მათი კანდიდატიც მოსახლეობასთან ისინიც არ დადიოდნენ და არ აწარმოებდნენ საარჩევნო კამპანიას, რამე თუ პირდაპირ ამბობდნენ რომ თქვენი ხმები არ გვაინტერესებს. რამდენი ხმაც დაგულებოდათ იქ, ხო? რამდენი ხმაც დაგჭირდება, იმდენ ბიულეტენს ჩავყრით კოდორში და იმდენ ხმას მივიღებთ კოდორიდან. ანუ აზრი დაკარგა მაშინ არჩევნებმა. რეალურად. და როგორც ზემო აფხაზეთი ხო დაარქვა იმ კოდორის ხეობასაც. და ზუსტად იმ საზღვრებშიც აქვს ეხა შემოერთებული და ეხა რაღაც უნდა ამას ეხა ამდენი მსჯელობა და ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ეს ტერიტორიები გადაეცათ და მანდაც უცხოელების ჩარევა არის გამოსაკლევი კარგად. მანდაც მაგ საქმეებში მართლა გამოსაკლევი გაიყო და რა მოხდა. და ეს ერთ-ერთი ამოცანაც უნდა იყოს, ალბათ იქნება ამოცანა, მიხედავს ამას თეა. ბატონ შალვა, საინტერესო კიდე რა იყო, იცით რომ კანონმდებლობით სამხედრო შენაერთებს, სადაც სპეცუბნები იყო გახსნილი, უფლება არ ქონდათ მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობის მიღებისა. და ის თარხნიშვილი ცესკოს თავმჯდომარე რო იყო, თარხნიშვილი. გვახსოვს კარგად. რამოდენიმეჯერ ცესკოს ხდომაზე გაიტანა ეს საკითხი და ჩაუვარდა. დამავიწყდა იმ
კონსერვატორებიდან იყო გოგუაძე, ნინო გოგუაძე ლამის დაიჭირეს, რო ხმას არ აძლევდა ნინო გოგუაძე და ნინო გოგუაძემ ჩაუგდო ეს პროექტი მაშინ ეს კანონი ცესკოზე და ადგა თარხნიშვილმა რო ვერ გაიტანა ცესკოზე საკითხი და 2 დღით ადრე ბრძანება გამოსცა და ცესკოს თავმჯდომარემ თვითონ მისცა უფლება სამხედრო შენაერთებს მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობა. მაჟორიტარული არჩევნები რა არის მეგობრებო რომ იცოდეთ. ეს არის მკვიდრი მოსახლეობა, როცა მკვიდრ ადამიანს აძლევს და არა პარტიულ სიას და შესაბამისად ჯარი, რომელიც არ შედგება მკვიდრი მოსახლეობისგან, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოყვანილი ადამიანები არიან, ლოგიკურია რომ მაჟორიტარულში ვერ უნდა იყოს. არ იცნობენ კანდიდატს. ხო, ლოგიკურია და ეს დაარღვია, ეს ლოგიკა დაარღვია აი ამ ეს გააკეთა 2 დღით ადრე. 2 დღით ადრე დაწერა ქვია. კი ბატონო. დიდი მადლობა. აღარ შეგიშლი რომით თკბობაში მე მოგვიყევი რა ხდება? მადლობა თქვენ და მთელს ბონასერა, რო იყვიან ხოლმე მაგ ქალაქში შვენილ საღამოს გისურვებ ბონასერა. დიდი მადლობა. რეკლამა მალე მორჩება ხა რომ გავა და ზაზა შათირა მოვა რეკლამის შემდეგ.